გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გასაღების ფაქტები გამოავლინა. რა პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა პარლამენტის სესიაზე, პირდაპირ ჩართვა რამდენიმე წუთში. სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განახლების კიდევ ერთი სიგნალი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასე განიხილავს ქართული ოცნება ზარს ვაშინგტონიდან და სატელეფონო საუბარს ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. ორმხრივი ინტერესის სფეროები, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება, პარტნიორობის გადატვირთვა და საქართველოს როლი კავკასიის რეგიონში, ეს იყო საუბრის მთავარი თემები მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის. სოფო ბერიძია თემით პირდაპირ ეთერში. ტრამპის კაბინეტის მაღალჩინოსნის ზარმა შეიძლება ითქვას, რომ თბილისში ოპოზიციას მოსვენებაც დაუკარგა და საქართველოსთან დაკავშირებით მათი გეგმებიც კიდევ ერთხელ საჯარო გახადა. ოპოზიცია ახლაც ცდილობს უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს ვაშინგტონიდან თბილისში განხორციელებული სატელეფონო ზარი და ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ეს ზარი დაკავშირებულია მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან და არაფერ შუაშია საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი. ეს მაშინ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი თავად წერს, რომ მხარეებმა ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს. ალბათ ნახავდით სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც იყო ძალიან მოკლე და ძალიან მშრალი. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ საუბარი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და დე-ფაქტო პრემიერ კობახიძეს შორის ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონში, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ოფიციალურად გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე. სწორედ ეს იქნებოდა საუბრის მთავარი თემა და არანაირი გადატვირთვა, რასაც კობახიძე ამტკიცებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ახლა რამდენჯერმე თუ ვინმე ხელს ჩამოართმევს რომელიმე ასე ვთქვათ ქართული ოცნების წარმომადგენელს, ეს არ არის აღდგენა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საუბარს, რომელიც შედგა, მე ეს ვფიქრობ ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე ერთი ადეკვატორია ის, რომ ასეთ ვითარებაში, რაც რეგიონში ხდება, ირანშიც და უკრაინაში ომი და შემდეგ დაინტერესება მაღალია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს კომუნიკაცია არსებობს ამ კონკრეტულ მომენტში და მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ალბათ შეეხებოდა ამას. Ხულია სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ სატელეფონო საუბარზე, რომლის შინაარსიც მოდი პირდაპირ ვთქვათ, ცნობილი არ არის. იმიტომ რომ ის ინფორმაცია, რაც გამოვიდა, არის იმდენად მშრალი, რომ ამ ინფორმაციიდან გამომდინარე კიდევ მეორე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ოპოზიციის რეაქცია ქართული ოცნებისთვის დასტურია, რომ მათი ინტერესში არ შედის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების განახლება, მეტიც როგორც სახელმწიფო პარტია ამბობს, მათი ოპონენტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. თბილისი ახლა ელოდება კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც ვაშინგტონისგან და ცნობილი არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია თბილის-ვაშინგტონთან რეალური სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევა სურს. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უკვე არის ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა. ეს ნათლად ჩანს როგორც ვიზიტების ურთიერთგაცვლის, ასევე გუშინდელი ზარის შედეგად. ამიტომ ჩვენ ახლა ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობების აღდგენა უკვე გადაიზრდება ურთიერთობების კიდევ უფრო მეტ გაუმჯობესებაში. ეს ყველაფერი უნდა იყოს სამუშაო პროცესი. სამუშაო პროცესი მოგეხსენებათ დროს მოითხოვს. ჩვენი ამოცანა არის და ჩვენი სურვილი არის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის იყოს მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა. ეს იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი ზარი. შინაარსიდან გამომდინარე ერთი რომ ძალიან საინტერესო შინაარსობრივი შეხვედრა ზარი შედგა და საუბარი მეორეს მხრივ ზოგადად ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვის ნაწილში ეს იყო ასევე მნიშვნელოვანი ეტაპი ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ისიც საზოგადოებაც ის კარგად იცის, რომ ჩვენ უფრო მეცველით, უფრო დროულად ველით ამ ურთიერთობის გადატვირთვას და იმედი გვაქვს, რომ ამ ზარითაც მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები დააჩქარებს თავის გეგმებს ამ საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვის ნაწილში და იმედია, რომ
უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ უფრო კონკრეტული მათ შორის პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას. საზოგადოებამ დაინახა მათი რეაქციები, რაც ცალსახად ხას უსვავს ერთ რაღაცას, რომ მათ არ უნდათ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა. არა უბრალოდ არ უნდათ, აკეთებენ ყველაფერს, მათ შორის კონგრესში იმ ქმედებებით, რაც რა ქმედებებს ახორციელებდნენ, რომ ხელი შეუშალონ ამ ურთიერთობების გადატვირთვას. მაქსიმალურად დააზიანონ, მაქსიმალურად უკან წაიღონ ეს პროცესი. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ასევე ხედავს საზოგადოება, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯს მუშაობთ იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან ეს ურთიერთობები დაუბრუნოთ ორმხრივ ნორმალურ ჩარჩოებს და ასევე ხედავს საზოგადოება, რომ ნენელა ჩვენ ამ წარმატებისკენ მივდივართ. ეს არის ჩვეულებრივი ყოველდღიური მოვლენა. რობიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფო სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება. ასე რომ საქმიანი საუბარი, რომელიც ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა, რასაკვირველია, ჩვენთვის გასაგებია. გასაგებია მათთვის, ვინც ამის წინააღმდეგია და ზოგადად საქართველოს სიგეთის წინააღმდეგია. და ეს ისტერიკაში აგდებს. მათ აქედან გამომდინარეობს ის არასწორი ინტერპრეტაციები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვისმენთ, რაც გულდასაწყვეტია, ვინაიდან კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რომ ჩვენ შეგნით ყოს. უსამშობლოთა ერთი დიდი ბრიგადა, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს, რომ ნებისმიერ საკითხი გამოიყენოს სათავისოდ თავისი ბნელი მიზნების მისაღწევად. და თუ კი რამ პოზიტიური ხდება, ამას რასაკვირველია ინტერპრეტაციას უკეთებს, რომელიც რეალობიდან მოწყვეტილია. ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. ზარიდან მალევე სახელმწიფო დეპარტამენტმა დაწერა, რომ ლიდერებმა განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. მადლობა სოფო ბერიძეს. პარლამენტის სესია წუთიერი დუმილით გაიხსნა. დეპუტატებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნა. სილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ნინო არღვლიანი გაგვაცნობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ დღეს საკანონმდებლო ორგანოში პირველი სხდომა გაიმართა და სესია სწორედ წუთიერი დუმილით გაიხსნა. დღეს დეპუტატებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას და ბევრი ისაუბრეს იმ ღვაწლზე, რომელიც მათივე შეფასებით ეკლესიის კედლებს დიდი ხნის წინ გასცდა. პირველმა კანონმდებელმა ამ საკითხზე საუბრისას დღეს აღნიშნა, რომ ეპოქალური პატრიარქი სილია მეორის სახელი უკავშირდება ქვეყნის სულიერ და სახელმწიფოებრივ აღორძინებას. დღეს მან ამის დასტურად რამდენიმე საკითხი გამოყო და ისაუბრა მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიაზე, კონკორდატის ხელმოწერაზე და ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო სიმბოლოდ აღდგენაზე. დღესვე კანონმდებლებმა ისტორიული და უპრეცედენტო უწოდეს იმ ერთობას, რომელიც ჭირისუფალმა ერმა 17-22 მარტის დღეებში აჩვენა. ათვს მივაგებთ ადამიანს, რომლის სახელიც განუყოფლად არის დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს სულიერ და სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან. სწორედ მის ღვაწლს და შრომას უკავშირდება სამი გარდამტეხი მოვლენა. პირველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოო, საყოველთაო და რაც მთავარია, ღირსეული აღიარება, რომელიც იქცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მახარებლად თავის დროზე. მეორე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების კონკორდატის ხელმოწერა, რამაც ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას შორის ურთიერთობას კონსტიტუციური რანგი მიანიჭა. და მესამე, ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო სიმბოლოდ აღდგენა, რაც ჩვენი ისტორიული იდენტობის და სულიერი ერთობის გამოხატულება იყოს. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას, საუკუნოდ იყოს მისი ხსენება. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძლებო სრულიად საქართველოს ჩვენი სულიერი მამის გარდაცვალება და მართლაც რომ ძალიან დიდი დანაკარგია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, არამედ სრულიად საქრისტიანოსთვის და მართლმადიდებლური სამყაროსთვის. საამაყოა რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული ყველაზე უფრო ახარებს ჩვენ სულიერ მამას, ზეციურ საქართველოში.
წინა დღეებში ჩვენ მართლაც რომ შევძელით პატრიარქის ნანატრის საქართველო და ქართველები ყოფილიყავით. ახლა ზეცაში ყავს ყველაზე დიდი გულშემატკივარი. იქიდან დაგლოცავს და გაგვაძლიერებს. ხოლო ჩვენ მისი ხათრით მაინც ვალდებულები ვართ, რომ გვიყვარდეს, პატივივცეთ და გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს. არ გამოვიდეთ სიყვარულის ამ მდგომარეობიდან და ყოველდღე ვეცადოთ, რომ როგორც უწმინდესი გვასწავლიდა, ნაკლოვანებები საკუთარ თავში ვეძებოთ და იმაზე უკეთესები გავხდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით. წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა. თურმე რამაგრად ყვარები ხარ პატრიარქო. მინდა მიმართო ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ეკლესიის მტრებს. ნუ ჩაერევით ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. ნუ გაქვთ ცდილობა ჩაერიოთ ეკლესიის შიდა საქმეებში. წმინდა სინოდი ღვთისნებით მიიღებს კონიურულ გადაწყვეტილებას აირჩევს ღირსეულ პატრიარქს. გაჩნდა რწმენა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთიანი, ერთმუშტად შეკრული ერი, როგორც ჩვენი ეკლესიის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესების ირგვლივ. წლების განმავლობაში სწორედ ამას ებრძოდნენ. ებრძოდნენ საშინელი ინფანტილური ისტერიით. იმ პერიოდში შეტევა მიმდინარეობდა არა მხოლოდ ეკლესიაზე, არამედ განათლების სისტემაზე, მეცნიერებაზე, კულტურის სფეროზე და ამ ბრძოლამ შეიძინა საშიში ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი. და ბიოპოლიტიკურმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც პირდაპირ იმართებოდა გარედან და რომელთაც მხოლოდ ფული და ძალაუფლება აინტერესებთ და დღემდე ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან. მათი მიდგომა და ხედვა არის შემდეგი, რომ ეკლესიას როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი და მთავარი ფუნდამენტი საზოგადოების სულიერი სიძლიერისა უნდა დასუსტდეს. გარდაცვლილი პატრიარქის ღვაწლი და დამსახურება ამაში გამოიხატება, რომ დღეს ეკლესია არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს ჩვენი ეკლესია არის პატრიარქის გარეშე, ის სუსტია და შეუძლია მის საქმიანობაში ხელები აფათუროს, წარეთს ცდება. 17-22 მარტის მოვლენებმა პასუხი გასცა ყველა უსამართლო რეზოლუციას, ასევე უსამართლო განცხადებას და თქვა, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე მონური ფსიქოლოგიით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას. სამაგიეროდ ორ ფეხზე მდგომი საათობით დაელოდება თავისი პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევის მიღებას სამშობლოს დასაცავად. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ იმ მძიმე და სამგლოვიარო დღეებში ჩვენ ყველამ ვიხილეთ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე. ვიხილეთ არა მხოლოდ გლოვა, არამედ ერთობა, თანაგრძნობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების დამოკიდებულება. ჩვენი მუსლიმი ძმების სამაგალითო ჟესტი, მათი გულწრფელი თანადგომა და სოლიდარობა. კიდევ ერთხელ გახდა დასტური იმისა, რომ საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის. საქართველო არის ღირებულება, საქართველო არის ადგილი, სადაც განსხვავებული მრწამსის მიუხედავად სიყვარული ყოველთვის გვაერთიანებს. ჩვენი ძალა არა განსხვავებებში, არამედ სწორედ ამ განსხვავებების პატივისცემაშია. ეს არის ის საქართველო, რომელსაც ჩვენი წინაპრები გვიტოვებდნენ, სადაც რწმენა არ ყოფს, არამედ აერთიანებს, სადაც ტკივილი საერთოა და თანადგომა ბუნებრივია. მილიონობით დოლარი დაიხარჯა იმაში, რომ საპატრიარქო რუსულ ინსტიტუციად მოენათლათ, რომ პატრიარქი დაეკნინებინათ, რომ ახალგაზრდებისთვის რწმენა და ტრადიცია ჩამორჩენილობად ეჩვენებინათ და რა მიიღეს შედეგად. მიიღეს ის, რომ პატრიარქის გარშემო გაერთიანდა მთელი საქართველო, დიდი თუ პატარა, მორწმუნე თუ ურწმუნო. ამ ერთობამ აჩვენა, რომ აგენტოკრატიის მიერ დახარჯული კოლოსალური რესურსი უბრალოდ წყალში გადაიყარა. ქართველმა ხალხმა საკუთარი ნებით ყოველგვარი დაძალების გარეშე განაჩენი გამოუტანა მათ მრავალწლიან შავ პიარს. სხდომათა დარბაზში დღეს მოვისმინეთ სხვა პოლიტიკური განცხადებებიც, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ რეინკარნაციას ოპოზიციური ალიანსის ქოლგის ქვეშ. დღეს მმართველმა პარტიამ ბევრჯერ აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ 31 მარტს რეფერენდუმის დღეს ოპოზიცია საუბრობს არა იმაზე, რა სურს დამოუკიდებელ საქართველოს, არამედ იმაზე, რას უყვეთავენ პატრონები. როგორც ჩანს, კვლავ ერთიანი ნაციონალურ მოძრაობად გაფორმებული აგენტები მიიჩნევენ, რომ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიღებული გარე დავალებები და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისად რადიკალური არ არის, რაც მათი წარუმატებლობის მთავარი მიზეზია. მიმართავ ამ რადიკალურ ძალებს, რაზეც არ უნდა ისაუბროთ, ვისგანაც არ უნდა მიიღოთ დავალებები, გაერთიანების მერამდენე წრეზეც არ უნდა წახვიდეთ, როგორც არ უნდა
შეფუთოთ და რა PR ტექნოლოგიაც არ უნდა გამოიყენოთ. თქვენი უდღეული, უსუსური, ვითომ და პოლიტიკური ალიანსის ბრენდირებისთვის ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ თქვენ ახალი გაერთიანება კი არა, ისევ ის ძველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხართ და წარმოადგენთ სისხლიან რეჟიმს. თქვენგან განსხვავებით, ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი ქართული ოცნება ასრულებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას, პირნათლად იცავს სახელმწიფო ინტერესს და სუვერენიტეტს. შესაბამისად, ამიტომაც ვართ და ამიტომაც ვიქნებით ხელისუფლებაში განსხვავებით თქვენგან. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა უმძიმესი დოკუმენტია ჩვენი ქვეყნისათვის. საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენი ქვეყანა იმავე პოლიტიკურ სიაში აღმოჩნდა, სადაც რუსეთი და ბელორუსი არიან. უახლესი მონაცემით საქართველოში შობადობა კვლავ შემცირდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა დემოგრაფიული კრიზისის გაღრმავების ეტაპზე იმყოფება. ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ აღიარებას, არამედ დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, მაშინ როდესაც საქართველოს ევროპული მისწრაფებების პრაქტიკული გამტკიცებისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიეღო ჩვენს ქვეყანას, რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიაში ოთახ-ოთახ დადიოდა და საჯაროდ მოითხოვდა, რომ ქართულ სახელმწიფოს ეს სტატუსი არ მიეღო. ასევე უტიფრად აბრალებდნენ ჩვენ სამშობლოს, რომ ქვეყანა არის ეგრეთ წოდებული შავი ხვრელი და გამოიყენებოდა სანქციებისათვის გვერდის სასავლელად. 9 წლიანი მმართველობის, 12 წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობისა და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ ქართული საზოგადოებისათვის პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა, შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს. გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან, მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისათვის. 31 მარტია საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე არის და ჩვენმა ოპოზიციურმა კოლეგამ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ გვაფასებენ უცხოელები აქ საქართველოს. და მოსკოვის მექანიზმით, ასე ვთქვათ, მოგილოცა ეს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე. გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ იმისათვის, რომ შენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მათ კონტროლის ქვეშ აიყვანონ. და მთავარი პრობლემა რაშია იცით, მეგობრებო? მთავარი პრობლემა იმაში არის, რომ სამწუხაროდ აი იმ ძალებმა ევროკავშირში იქნება თუ სხვაგან სწორედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნეს ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მათ აი ესე დიდი ჭმუნვით მიიღეს. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ სესია კანონპროექტების განხილვით გრძელდება. ნინო არღულიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა. კითხვას, თანახმახართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ამ მრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. ამ პროცესის მთავარ ფიგურას საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან დღეს ხელისუფლების პირველი პირები ეხმიანებიან. 31 მარტის საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღე 1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ ერთსულოვნად მსოფლიოს გასაგონად საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა. 31 მარტის რეფერენდუმმა შექმნა ურყევის სამართლებრივი საძირკველი, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მონაპოვარს, ღირსეულად დავიცვათ და გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, რომელიც 1991 წლის რეფერენდუმმა განამტკიცა. 1991 წლის 31 მარტს ქართულმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ჩვენს ისტორიას იშვიათად თუ ახსოვს ერის ასეთი ერთიანობა და საერთო ღირებულებების ირგვლივ ერთსულოვნად შეკრული საზოგადოება. დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შედეგები იქცა სუვერენული საქართველოს ურყევის სამართლებრივ საძირკვლად, რომელზეც უკვე 35 წელია ჩვენ სახელმწიფოებრიობას ვაშენებთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ის უდიდესი მონაპოვარი, რომლისთვისაც წინაპრები თაობების განმავლობაში იბრძოდნენ. ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ იმ უძვირფასეს მემკვიდრეობას, რომელმაც ჩვენი დღევანდელობა განსაზღვრა. განვამტკიცოთ სუვერენიტეტი და განვაგრძოთ სულა კიდევ უფრო ძლიერი, ღირსეული და ერთიანი საქართველოს მშენებლობისკენ, სადაც საკუთარ ბედს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი განაგებს.
ჩვენ 35 წელია დამოუკიდებლობას როგორც პასუხისმგებლობას ისე ვატარებთ, დამოუკიდებლობას როგორც გამოწვევას ისე ვატარებთ, ვინაიდან თავისუფლება არ არის ადვილი და ამ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა და გაფრთხილება და ამას ახერხებს ჩვენი ერი, ჩვენი საზოგადოება. ამ დამოუკიდებლობის საფუძველში იყო ეროვნული მოძრაობა, რომელმაც მაშინ მთელი ერი ამ იდეის გარშემო გააერთიანა და დღეს გახლავთ ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, რომლის სახელობის დარბაზშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და სწორედ ესეც აქ ამ დარბაზში, ამ ტრიბუნიდან იქნა მაშინ ზვიად გამსახურდიას მიერ გაცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. და ესეც კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩვენი მრავალათასწლოვანი ისტორიის გათვალისწინებით, რომ გაუფრთხილდეთ არა მხოლოდ ჩვენს ფორმალურ დამოუკიდებლობას, არა მხოლოდ ჩვენს წევრობას რომელიმე ორგანიზაციაში ფორმალურ ნიშნებს დამოუკიდებლობისა, არამედ რეალურ დამოუკიდებლობას, როდესაც ხალხი თავად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ ქვეყანასთან დაკავშირებით და სად თუ არა პარლამენტში არის ეს ყველაზე კარგად გამოხატული, სადაც უშუალო დემოკრატია მოქმედებს. 31 მარტის საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა. შეკითხვას ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე, მთელი საქართველოს ხმისმიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98.9%-მა დადებითი პასუხი გასცა და ამით დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე განსაზღვრა მომავალი ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოსი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით და ეროვნული ინტერესების დაცვით, რასაც ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ. ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის დღე. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად დააფიქსირეს ურყევინება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და იმ ფასეულობების მიმართ, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზას. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ იმ არჩევანს, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა განამტკიცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს. დაკავებულია ერთი ადამიანი. დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის დამადასტურებელ და მართვის მოწმობებს. ის აღნიშნულ დოკუმენტებს საზღვარგარეთ მყოფ დამკვეთებთან და შუამავალ პირებთან ფოსტით აგზავნიდა. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით დასაბეჭდი პლასტიკური ბარათი, ასევე უცხო ქვეყნებში გასაგზავნად გამზადებული ყალბი მართვის მოწმობები და მობილური ტელეფონები. საქართველოს პოსტიდან ამოღებულია საზღვარგარეთ დაჩქარებულად გასაგზავნი ყალბი დოკუმენტებიც. დანაშაულის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძე მოადგილესთან გიორგი სახოკიასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. განიხილეს აკადემიაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებთან დაკავშირებული დეტალები და სასწავლო სილაბუსების შემუშავების საკითხები. გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების კონტექსტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე აკადემიის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერას. ალეკო ელისაშვილისთვის ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე წარდგენილ ბრალდებაზე განცხადება გააკეთა პროკურორმა. გამოძიებით დადგინდა, რომ ელისაშვილმა სადა სასამართლოს დაწვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება, რაც ელისაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.
მოპოვებულია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც უშუალოდ ადასტურებენ მითითებული ქმედების ალექსანდრე ელისაშვილის მხრიდან განხორციელების ფაქტს, ასევე გამოთხოვილი არის ინფორმაცია, გამოკითხული არიან მოწმეები, შესაბამისად მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა ბრალის წარდგენა, რამაც დაადასტურა ალექსანდრე ელისაშვილის მხრიდან აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტი. რაც შეეხება შუამდგომობას, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა შუამდგომობით წინა სასამართლოს ხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე და პროცესზე მოხდება წინა სასამართლოს ხდომის თარიღის განსაზღვრა და შემდგომში უკვე გამოძიება გაგრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩუახალაის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც განისაზღვრა წინა სასამართლოს ხდომის თარიღი. შემდეგი ხდომა 21 მაისს ჩატარდება. ბრალდების მხარე ახალაიას საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება. იგივე გაიმეორა კი, თუმცა კიდევ ერთხელ უსვავ ხაზს, რომ ეს მოწოდება, რა მუხლითაც აქვს ბაჩოს წაყენებული მოწოდება ხელისუფლების დამხობის, კონსტიტუციური დამხობის შესახებ. ეს არის მისი აზრი. ბრალდების მხარე მას ედავება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას. მოპოვებული იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ დაიკითხა, არ გამოიკითხა გამოძიების ეტაპზე არაერთი პირი, მათ შორის დამსწრე მანდატურები, პენტენციური, ასე ვთქვათ, დაწესებულების თანამშრომლები. ჩატარდა ექსპერტიზები. საქმეში წარმოდგენილია 3 ექსპერტიზა, ვიდეო და ფონოსკოპური, სადაც დადგენილია, რომ ნამდვილად ბაჩუახალაიამ გააკეთა აღნიშნული განცხადება პროცესზე. ოპოზიცია 26 მაისს აქციას აანონსებს ოპოზიციის გეგმებზე ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე მისაუბრა. მართველი გუნდის შეფასებით ოპოზიციის მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია. მათივე თქმით, თარიღები, რომელიც გამაერთიანებელია ერის უდიდესი ნაწილისთვის, ოპოზიციას სურს დაპირისპირების დღე დაქციოს. უნდა გავზადოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა. ჩვენთვის საქმისთვის, გამარჯვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ყველა სამოქალაქო ჯგუფი, ნებისმიერი აქტიური მოქალაქე. თუ ჩვენ მიმოქმედებთ, რეჟიმის ცვლილება იქნება მხოლოდ და მხოლოდ დროისა და ფასის საკითხი. აქციის მოსამზადებლად საჭიროა გარკვეული დაპირისპირების ჯახის შექმნა, რამაც უნდა განაპირობოს საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღელვება ან გაღიზიანება. და ამ გაღიზიანების ატმოსფეროს შექმნაზე მუშაობენ. რასაც ვერ მიაღწევს ამ წლების განმავლობაში, ვერც მიაღწევენ. იმიტომ რომ საზოგადოება გაცილებით უფრო უკეთ არის ინფორმირებული და უკეთ აკეთებს ანალიზს, ვიდრე ადამიანები, ვინც მუშაობენ გარედან მიღებულ შეკვეთებზე. და გარედან მიღებული შეკვეთები არაკომპეტენტურია ხშირ შემთხვევაში. ვერ ერკვევიან საქართველოში რა ხდება. მარტა კოსმა არ იცის, რას წარმოადგენს საქართველოს ქართველების დამოკიდებულება საკითხების მიმართ თარიღები, რომელიც არის გამაერთიანებელი. ჩვენი გაგებით საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, ისევე როგორც საეკლესიო დღესასწაულები, მათთვის კარგი ასპარეზია იმისათვის, რათა დაპირისპირება იყოს ხისტი, დაპირისპირება იყოს უფრო სკანდალური, ვიდრე სხვა ჩვეულებრივ დღეებში და აქედან გამომდინარეა შერჩეული 26 მაისიც. მხოლოდ მავნებლობის ხარისხი უნდა მეტი იყოს. საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა 2025-2026 წლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე უკანონოდ მოჭრა 34 ძირი ცაცხვის და 13 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე. მოპოვებული მასალა კი საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანა. 2026 წლის 28 მარტს მეორე ბრალდებული არარეგისტრირებული მოძრავი სახერხი დანადგარის გამოყენებით ახდენდა უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის დამუშავებას და ფიცრების დამზადებას, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 19 მილიონ ლარამდე ღირებულების 626 კილოგრამის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. ნარკოტიკები სპეციალურ თანამედროვე სტანდარტების მაღალ ტემპერატურულ ღუმელში გაანადგურდა. პროცესში, რომელიც გარემოს დაცვითი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, მუდმივი მოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გენერალური პროკურატურის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საექსპერტო კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, MDMA და სხვადასხვა სინთეტიკური ნარკოტიკები. აღნიშნული ნივთიერებები სხვადასხვა დროს საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად არის ამოღებული და მათი საერთო რაოდენობა 19 მილიონ ლარს აღემატება. მოსამართლის მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გავანადგურეთ რამდენიმე 100 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. ნარკოტიკულ დანაშაულში ჩართულ პირებს მიჩნილი აქვთ მრავალწლიანი თავისუფლების აღკვეთა. ასევე გასათვალისწინებელი და ეს ყველაფერი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურას აქვს მკაცრი მიდგომა ნარკოტიკულ დანაშაულში ჩართული პირების მიმართ, მისი რეალიზატორების, ხელშემწყობების მიმართ და აღნიშნული გაგრძელდება ასევე მომავალშიც. შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს დელეგაციას ასამბლეაზე ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შექონდა ორგანიზაციის საქმიანობაში და ახლაც როგორც თავმჯდომარე ქვეყანა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ შესაძლებლობას. მხარეებმა განიხილეს თბილისში დაგეგმილ გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებული დეტალები. აღინიშნა, რომ გენერალური ასამბლეის თემატიკა ხელოვნურ ინტელექტს და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება, რაც წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება პარლამენტის განათლების მინისტრის მოადგილემ წარუდგინა. საუბარია ცვლილებაზე, რომლის თანახმად 2026-2027 სასწავლო წელს გამონაკლისის სახით მშობლის გადაწყვეტილებით სწავლის დაწყების უფლება ექნებათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით გამონაკლისის სახით მხოლოდ 2026-27 სასწავლო წელს მშობლის გადაწყვეტილებით ხაზს უსვამ მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცემა იმ პირებსაც, რომელსაც 6 წელი უსრულდებათ 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. რეფორმა, რომელსაც თქვენ ახორციელებთ, არ ეფუძნება კვლევებს. ეს არ არის გააზრებული ნაბიჯი. პირველ ეტაპზე რა ტიპის დემაგოგიასთან გვაქვს საქმე? კომიტეტზე ეს ქალბატონი ესწრებოდა სხდომას, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ მხარს უჭერს ამ კანონპროექტს. ეს იმ ადამიანის გუნდის წარმომადგენელია, რომელმაც ერთი ხელის მოსმით მაგალითად განათლების სისტემაში გააუქმა პოლიციის აკადემია. მას ჩამოართვა და წაართვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ეხლა გამოდიან აქ და აქეთ მოძღვრავენ თითქოს როგორ უნდა ხორციელდებოდეს რეფორმის თითოეული ნაწილი. ჩვენ ვამბობთ, რომ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული უნდა შემოვიდეს სკოლაში და ეს 15 სექტემბერი რას ნიშნავს? მის უკან დგას კვლევები, დგას ფსიქოლოგების რჩევები და რა თქმა უნდა ის კვლევა და მოკვლევა, რომელიც არის მათ შორის საჯაროდ ხელმისაწვდომი და შეგიძლიათ თქვენც ნახოთ, იმიტომ რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება შესაბამის კვლევას. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ 16,000-ზე როცა ვსაუბრობთ, 16,000-ივე რო დარჩეს საბავშვო ბაღში, საბავშვო ბაღებიც არის ამისთვის მზად, 16,000-ივე რო წამოვიდეს სკოლაში, სასკოლო საზოგადოებას და ზოგადი განათლებაც არის ამისთვის მზად. 2026 წლის თებერვალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8,8% შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8,4%-ით განისაზღვრა. ზრდის წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ზრდადი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და კეთილდღეობის დონე სწრაფად იუმჯობესებს. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ჩვენ ველოდებით წლის ძლიერი შედეგებით ასრულებას. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობია საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, განმოყოფდი ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტენდენციას, რომლის ზრდის მაჩვენებელმა 70% შეადგინა. ზოგადად ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2026 წელსაც ჩუნდება, რასაც ხელშეუწყობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები. ქრონიკაში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.